ართულია რა ადამიანი ქცევები, ეთიკა ისეთ რა ძნელია. ეთიკას სოფხელობა განაპირობებს და მერე უამრავი მიმდინარეობა ეთიკის ისტორიაში. ხო, ერთი კი არ არის. აი მარქსისტული ეთიკა განსხვავდებოდა. მაგალითად არის პრაგმატისტული ეთიკა. ხო, არჩევ როგორც იდეალისტურს, ასე მატერიალისტურს. არაფერს წარმოდგენა არ აქვს, გდობ ლაპარაკობთ ჩვენ და რაღაცა ხო დააგრო ადამიან კაცობრიობამ გამოცდილება ამ ადამიანებისა და ეს უნდა რომ შეისწავლონ მერე სად ახარ შენ როგორ ახარ და რა გეკუთვნის ის უნდა მიმსჯელოთ და არა ისე რა რაღაცა ფორმულებით რო ლაპარაკობენ და ყველაფერი რო იცის ახლა რა არის სიყვარული დაждდა და დაგიწყებს ლაპარაკს რა და არავინ არ იცავს მერე ამას ადრე ყბადაღებული ის არის ტერმინი საქართველოში მორწმენა და მორწმუნეობა და არიქა მორწმუნეობა რა მორწმუნეობა ეს რო გაწევრიანდი ახლა ეკლესიაში ეგ მორწმუნეობა არის ანუ სექტანტი რომ მივარ და მე ბაპტისტი ვარ ეგ რწმენა სულ რა შოში არის ეს რწმენა ბაპტისტური იმაში გაერთიანდი ორგანიზაციაში მართლმადიდებელი ეკლესიური გახდი მე რწმენაზე ვლაპარაკობ იმაზე კი არა რომ ეკლესია ღვთელთან რო დატიხარ ღვთელთან სიარული ეგ საერთოდ რწმენა არ არის მეგობრებო ეს გახდი მართლმადიდებელი ეს არის რაღაცა შეგდენეს იქა და ამოიღე იქიდან ხატები დაკიდე სახში და სანთელ ეს მე ეს რწმენა კი არ არის კაცო მე რწმენა მაინტერესებს სად არის რა გწამს და რატო გწამს ხო რწმენაზე აგერ ღმერთი გველაპარაკება და აგერ არის რწმენის ადამიანები რა შეცდომებს უშვებდნენ ბიბლიაში ხო და რაც ირჩევა ტელევიზიით და ინტერნეტის მეშვეობით ძირითადი თემა არის მორალი ეთიკა აი როგორ უნდა მოვიქცეთ და ყველაფერი იცის ამ მაგრამ ისა ფიზიკაზე არავინ არ ლაპარაკობს კვანტურ ფიზიკაზე ვინმე ლაპარაკობს მასიურად ესეთ დარგია რომ აქ უკვე პროფესიონალი ლაპარაკობს ჩახედული რომ დანარჩენები ხმას ვერ იღებენ აი თემებით შე თუ ბავშვობიდან მაინტერესებდა და ძირითადი წიგნები მე რაც წავიკითხე არის ფილოსოფიური ლიტერატურა და ეს არის ეთიკა ესთეტიკა და ეთიკა აი ეს არის ჩემი ლიტერატურის აი ესეთი როგორ გითხრა რაღაცა ჰობი წიგნი თუ ესთეტიკას არ ეხება ეთიკას არ ეხება და ცოტა განხიბლული ვარ. ხატული ლიტერატურა გასაგებია, ხატული ლიტერატურა არის ამბების თხრობა მწერლის მიერ. ზოგი კარგად ყვება, ზოგი ცუდად ყვება. მაგრამ მე მიყვარს აი ესთეტიკაზე წიგნები რა. აი ეგ არის ხალხი რა. აი ძირითადად ფილოსოფიური დისციპლინაა ეს. ესთეტიკა რა სწავლობს, იცით? აი გრძნობით აღქმა სამყაროს მშვენიერების სფეროში. მხატვრობა, ქანდაკება, ადამიანის როლი ესთეტიკურად რო იხილავენ ადამიანს და იმ ფილოსოფიურ განყოფილებაში, სადაც უკვე ეთიკა და ესთეტიკა როგორ წერენ, იცი ფილოსოფოსები, მოაზრონ ესე იგი, იწყებს ესე იგი, იმით გაგაცნობს ესე იგი, ყოფიერებას, ყოფანას, რა არის საფუძველი ყოფიერებისა, მერე მისი აღქმა, შემეცნება, გნოსეოლოგია, ონტოლოგია, გნოსეოლოგია, მესამე განყოფილება არის ესთეტიკა და ბოლო არის ეთიკა. და ესთეტიკა და ეთიკა გამოდის იმ ონტოლოგიიდან, რომელიც წიგნის პირველი ნაწილი არის. წიგნის მეორე ნაწილი შემეცნება. როგორ ვიმეცნებ იმას, რაც გამიაზრა ფილოსოფოსმა, რა არის სამყარო? ხო. აი ჰეგელი, შოპენჰაუერი, პლატონი, არისტოტელე. პირველს არ რას იცით? არისტოტელე რო იცის, რა არის ჩვენ წინ არსებული ყოფიერება, ქართულად. ონტოს, ესე იგი, მოძღვრება ყოფიერებაზე. ყოფიერება რას ნიშნავს? რაც არის, აი რაც არსებული, რასაც ხედავთ. აი ეს მთელი სამყარო. აი ეს რა კანონის ექვემდებარება ამას არჩევენ და მე როგორ შევიმეცნოთ ეს უკვე გნოსეოლოგიას სწავლობს. მე ამ ღირებულებებს აქსიოლოგიას სწავლობს. ღირებულებას ნიშნავს აქსიოლოგია. და ესეთ რა კაი დარგებია ესა? და მოაზროვნები რო გადადიან უკვე ესთეტიკაზე. ანტიკური ესთეტიკა რა საინტერესო არის. ხო, აი გრძნობით აღქმული სამყარო. ხო, რა არის მშვენიერება, რა არის სიმახინჯე ესთეტიკაში. კანტის ერთი ნაშრომი მაგასე ეძღვნება განჯის უნარის კრიტიკა. მას გვაქვს წმინდა გონების კრიტიკა. ეს არის ონტოლოგიაზე და გნოსეოლოგიაზე წიგნი. ეს მთავარი ნაშრომი არის. აი არანაკლები არის მისი მე რო გავდივართ. ეს თუ ვერ გაიგე, უკვე იმ ნაშრომებს, რომელიც არის პრაქტიკული გონების კრიტიკა და განჯის უნარის კრიტიკა, ვერ გაიგებ. იმიტომ რომ დამოკიდებულია იმ მთავარ ნაშრომზე. მთავარი ნაშრომი კიდე არის წმინდა გონების კრიტიკა. აი გონების საზღვრებს რა შეუძლია, როგორ შემოდის. არჩევს ამას ცნებებით, ხო? რატო უნდა კონდეს ადამიანს
მარიკა რო კითხულობს შოპენჰაუერს გაოცებულია რა პირველად შეეხო მაგას აი როგორ იცოდა ამ კაცმა ამდენი რაღაცები შოპენჰაუერი უაღრესად განათლებული კაცი იყო მე-19 საუკუნის თქვა აი პირობაზე აი უაღრესად განათლებული აი ყველა სფეროში როგორა ესე ჩახედული ხო და რასაც წერს თავის ხედვა არის ეგ და გასაგებია ვერ გავანადგურებთ კაცს ხო რატო არ ახარ ქრისტიანი ესე მე არ უდგები მაგრამ აი ამ სამყაროში ბოროტინებია ეს შემეცნება თავის თავზე აიღო და ონტოლოგიას იხილავს როგორც ბოროტინების გამოვლენა და ამ ბოროტინების გამოვლენა იმეცნებს ბოროტინების ობიექტივირებული ადამიანი ცოტა რთულად გადმოვეცი გონი ხო ესე იგი სამყაროში არაფერი არ არის გარდა სოფლიო ნება აი ეს არ ითარგმნება ნება ქართულად ვოლია გერმანულიდანაც კიდე არ გადმოდის ესა მაგრამ ქართულში ესე თორემ ნება იმის კი არა რომ ისა ფსიქოლოგიურ ნებაზე არ არის ლაპარაკი აი სამყაროში ესე იგი ეს არის ბრმა ნება აბსოლუტური კაგები და მთელი სამყარო არის ობიექტივირება ამ ბოროტინებისა საფეხურებად და ადამიანი არის ამ ბოროტინების შემეცნებელი და ობიექტივირებული და ეს ბოროტინება ადამიანში რო არის აქედან არის ადამიანი ცუდი და რო იტანჯება და მთელი მისი ფილოსოფია არის ამ ბოროტინების შემეცნება როგორ შემეცნოთ და როგორ მოხდეს ბოროტინებისგან განთავისუფლება აკი გაიხარდა შოპენჰაუერი და გამოსავალს ვერ გთავაზობს. აღწერით კი აღწერა, მაგრამ რა თქმა უნდა ამის აღწერა უცებ ბიბლიაში წერია, არა აბსტრაქტულად, არამედ სპირონულად, სატანა მოწინააღმდეგე. ხვდებით რა უცნაური, ამან ფილოსოფიის ენაზე გადმოიტანა და ამის სახარებაში ღმერთი არ ფიგურირებს ბჭყალებში სახარება. ამის სახარებაში რო გვახარებს თვითონ ახალი რამე გააკეთეს სიძახის სატანაზე არის მთელი ფილოსოფია. სატანა არის ამის ღმერთი და ამ ხრივ როცა აიკითხავთ იცი რა მაგარი რაღაცა არის სად გქონდა ესეთი თავი როცა ბიბლია არ ვიცოდი მე და ამას ვკითხულობდი ვერ ვგებულობდი და რაღაც როგორც სასწავლო რაღაც ისე უყურებდი და როცა უკვე საფრთხო წერილი რა გამაგებინა ბიბლიაში ღმერთი არის მისი მოწინააღმდეგე არის და სამყაროში ადამიანები ესე იყოფიან ზოგნი ღმერთის რაღაც გარკვეული შთაგონებით წერენ რაღაცებს დანარჩენები ძალიან ბევრი ვინც სატანის აი ეს რო გავარკვიე დალაგდა ფილოსოფოს რომელსაც ხელი მოვკიდე და ამ შემთხვევაში არტურ შოპენჰაუერი თლიანად ეს ფილოსოფიის ენაზე სატანაზე ლაპარაკობს. აი როგორც ბიბლიაში მაგალითად ღმერთი არ იყოს და სატანა იყოს. არა და ბიბლიაში ღმერთი არის და სატანა არის პიროვნება 4ჯერ. ძირითადად ეს ღმერთია და ღმერთი გვეუბნება რომ თუ რამე უბედურება გჭირს ეს იმის ბრალია ქმნილება რომელიც შევქმნეს სულიერ საწყისით ის ქმნილება მე ამიჯანყდა და აჯანყებული მოიდომა ადგილი ჩემი და ჩამოვაგდე აქ და თქვენთან შემოვიდა თქვენთან და წაიყვანა ადამი და ევა ამას კიდე ხელი არ შეუშალა ღმერთმა იმიტომ რომ თავისუფალი ნება არჩევანისა დატოვა ადამიანში და ამიტომ გავედით მაგ მდგომარეობაში მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთმა სატანას კი არ გადაგვაბარა ჩვენ ითავა ეს გამოსყიდვა და ისევ ახლა ჩვენი ნებით უნდა ვაღიაროთ ესა და დავბრუნდეთ ღმერთთან ძალადობა გამორიცხულია ახლა შოპენჰაუერმა როცა ეს წაიკითხა, ხო კითხულობდა ყველაფერს ნაკითხი კაცი იყო. ადგა და რატოღაც აქედან სატანაზე გაამახვილა ყურადღება, არ იძახის სატანას, არ ჯერა არ წამს სამაგენოდ სატანის ადგილზე ჩასვა ნება, ფილოსოფიური კატეგორია, ვოლია. და რა არის ეს ვოლი არ გვეუბნება. უბრალოდ ვოლიის გამოვლინება არის ამ ნებელობის ყველაფერი, ხეში, ქვაში და ყველაზე მაგრად ადამიანში. და უფრო ძლიერად ესთეტიკაში რო გადის მუსიკაში. და მორალში ადამიანი და იხილავს მე ამას და გული გაგისკდებათ რომ ვერცერთ ადამიანს ვერ ენდობი რა და მის ეთიკას რო წაიკითხავთ ვერ ენდობი ვერავის იმიტომ რომ ბოროტი ნება არის მასში და არ არსებობს გიმეგობროს და არ გინდეს დაალაგო მაღალ დონეზე ესე იგი რა მინდა თქვა ზღაპარს არ წერს ყველაფერი რეალურია მაგრამ საფუძველში არის სატანა კი რეალურია ამ ხრივ შოპენჰაუერის ფილოსოფია არის სატანური და ვისაც არ ჯერა სატანისა, რო წაიკითხავს ამას მოიწამლება და შეიძლება მისი მიმდევარიც იყოს. და აქედან ეს იმას კი არ მასწავლის მე რომ გინდა თუ არა სწორია, დამანახა სატანა რას აკეთებს და თან სატანა როგორ მოქმედებს ადამიანში. სიტყვა სატანას არ ხმარობს, არც ღმერთს. სამაგეროდ ყველაფერი ამისგან განთავისუფლება შემომთავაზა ამ ფილოსოფიის თანახმად ინდური ფილოსოფიიდან და შემოიტანა ტერმინი აი ბუდა რომ ნებელობა არის რო გტანჯავს ჩვენ და არ უნდა ვიფიქროთ სურვილები უნდა მოკლათ როგორ უნდა მოკლას სურვილი და აქვს აწყობილი აფორიზმები მაგალითად აი ისეთი რომ მოწყვიტავ კონტექსტ მოგეწონება
მაგალითად, ყოველგვარი, ესე იგი, რასაც ვეუფლებით ჩვენ, დაუფლებული საგანი კარგავს მნიშვნელობას და გადავაგდებთ, აღარ მინდა. კარგად ჩანს ეს ბავშვებში. უყიდი სათამაშოს ბავშვს, 2 დღის მერე აღარ უნდა, სხვა უნდა. და აი ეს აყარიც ქვეყნის სათამაშოები, მაგრამ მაინც იწევს მეორე ბავშვის სათამაშოსკენ, აი ეს უნდა. ისეთიც რომ კონდეს, მაინც არ უნდა ეს. იმიტომ ეს უკვე შემეცნებულია და უარესია. დაუფლებამ ხიბლი დაკარგა. გადავიტანოთ კომერციულ ამბავში. ქალს მოეწონა კავა მაღაზიაში, აი ყველაფერს ცდილობს, ეს ძლიერი სრულად იყიდოს, დააგროვა ფული, იყიდა, როგორც კი ეს პირველი დღე არაუშავს, მეორე დღე ნელ-ნელა მესამე დღეს უკვე გარდერობში ის უკვე აღარ უნდა. უფრო მეტი სხვას ჩუქნეს. ესე იგი, ყოველგვარი აი всякая обладание отнимает прелесть, რუსულად გამახსენდა უცებ ეს ქართულად როგორ ვთქვა, ხო? ყველანაირი დაუფლება ხიბს კარგავს. ეს არის აი რომ მოვწყვიტე ახლა ეს აფორიზმი იმ თავარ კონტექსტს ამ სისტემას რომ ახლავს შოპენჰაუერის სისტემას. და ხომაგარი აფორიზმია მოწყვეტილი. მაგრამ ამის უკან იცით რა დგას? ეს გვეუბნება რომ სამყაროში ბრმა გონიერი კი არ არის. ბრმა სოფლიო ნება და მისი ობიექტივაციაა სამყარო. და რომ გაყვები ამ სისტემაში გაიხლართები რა. იმიტომ რომ ჩანს რომ ადამიანი გონებით წერს ამას და თლიანად ეს თვითონ არის სატანის ტყვეობაში და სატანის ობიექტივაცია ასეთი ინტელექტუალური ადამიანი და დაგვიხატა მაგრად სატანა მხოლოდ ფილოსოფიური კატეგორიებით. ეს რომ თეოლოგიის ენაზე ვთარგმნო, მივიღებთ იმას, რაც ბიბლიაში არის. ვინც ასე არ კითხულობს ამას, ეს მწერალი დააბნევს. როგორც დააბნია ჩემი მეუღლე. რო კითხულობდა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერი კაცია, რა გინდა რა? რა მე ნიჭიერი რო ხარ? რა რო განათლებული ხარ და ყველა სფეროს კითხულობ, ყველას უყურებ იმ ბოროტინებით. მაგრამ ბიბლია რას გვეუბნება? ბოროტინებაა სამყაროში. სამყაროში არის კეთილინება. სიკეთის განსახიერება თავად აბსოლუტური სიკეთე ღმერთია, რომელიც არის პიროვნება და ის ქმნის ამ სამყაროს. ასე იწყება ბიბლია. თავდაპირველად ღმერთმა ცადა დედამიწაში. მაგრამ ის არ არის. დროისა და მატერიის მიღმა დგას. ნახეთ, იმთავით იქ მოიაზრება, როგორც თვით არსებული, არავისზე დამოკიდებული. ასე ეუბნება მოსეს, როცა მოსე ეუბნება, მითხარი რა უთხრა, რომ ეტყვიან, რო აგზავნეს, ხო, 3:14 და გამოსულა 3:14. ალმოდებულ ბუჩქს არ დგა მოსე და ღმერთი ელაპარაკება. უკვე კონტაქტში შევიდა. ეს არ არის ჰალუცინაცია. და დავალებას აძლევს. უნდა გავიდეს, ის იქიდან გამოქცეულია და შეშინებულია და როგორია 80 წლის ასაკში გახვიდეთ და 2,5 მილიონი ადამიანს სათავეში ჩაუდგა და წამოიყვანო. როგორია? ფანტასტიკაა. და ეს შეშინებული არის და კარგი მე მითხარი რა ქვია შენო? ხო და ეს ეუბნება რომ მე ვარ არსებული, ქართულად ასე ითარგმნა, იეღოვა ჩემი სახელი. სუში, არსი. ეს ისეთი რამ თავის თავში არსებული, არავისზე დამოკიდებული, სხვა არაფერი არ თუ არა ღმერთი. ეს არის მისი სახელი. ხო? არავისზე არ არის დამოკიდებული. თვით არსებულია, თვით კმარი არის. ამავე დროს არის პიროვნება. პიროვნება კიდე არა, პიროვნება რას მოიცავს ჩვენ პატარა ხო ვართ, აი პატარა ღმერთის აი როგორ სიხარულიცაც ვატარებთ, გაბარაზებაც გვახასიათებს, სამართლიანობა, უსამართლობა, სიკეთე, პიროვნება ვართ ჩვენ. პიროვნება კონტაქტში შედის, მეტყველი ვართ, ასეთია ის ღმერთი. და როდესაც ბიბლიას აი ესე კარგად გავეცნობით, აქ მთავარი ნახეთ რა არის. სად არის აქ ბოროტინება? ბოროტინება როგორ შეიძლება იყოს? ხო და ეს აღმოსავლური რელიგიით გატაცება და მთლიანად ეს გამოაცხადო რომ ეს ინიანი იქაც არის კეთილი და ბოროტების ბრძოლა, მაგრამ ამ შობაჰარობა სიკეთე მოტეხა, ჟარგონით რო ვთქვა და გააბატონა ბოროტება და აი ეს არის რომ წარმოშობს სიტყვას პესიმიზმს და პესიმისტი ფილოსოფოს, ესეა ცნობილი. ხო? ფრანკფურტელი განდეგილი, ზედმეტსახელად ესეა შოპენ რო იტყვიან ამაზე, იმთავით უნდა მივხვდეთ ეს არტურ შოპენჰაუერია, როგორც ვაიმარელი ბრძენს რო იტყვიან, ეს გოეთია. ხო? დიდი ფლორენციელი ეს დანტეა. ეპითეტებით მიხვდებით, სახელი და გვარი არ იცოდე რო იტყვიან დიდი ფლორენციელი, ესე დანტეზეა, დანტეა, იგულისხმება დანტე ალიგიერი. ასევე ეს ფრანკფურტელი განდეგილი, ჩაკეტილი, აი კაცთა მოძულე, ხო, მიზანთროპი. ყველანაირად მისი ფილოსოფია ასეთია. ამის გავლენას განიცდიან მწერლები. აი ესეთი მწერლები როგორც არის თომას მანი, ფილოსოფოსი შოპენჰაუერი და მე განავითარა ეგა. ძალიან მხატვრულ ლიტერატურაში ძალიან მოიაზრება ამის ისე იყვნენ დაავადებული. რუსულ ლიტერატურაში განსა ტოლსტოი და არა მარტო.
ესე იგი, ასე შევიდა იგი ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც ფილოსოფოსი, მაგრამ არა ისეთი სისტემატიკოსი და ფილოსოფიის ისტორიაში საბჭოთა კავშირში ამას საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ და არ ასწავლიდნენ. გამოტოვე ვოლუნტარიზმი ცალკე იყო, გინება იყო. ამ დროს სატანა ხო არ? არის. და თუ არ არის, მაშინ ეს კაცი რაზე წერდა? ფილოსოფიის კატეგორიებში კიდევ მეორე ჩამოასხა ეს. ეს ნებელობა რა არის? ლაპარაკობს ნებელობა. ესე იგი, თუ არის მსოფლიო ნება და მისი მე ობიექტივაცი ვარ, მაშინ ის პიროვნება არ არის. მე ვარ პიროვნება. როგორ მოხდა რომ მე მსოფლიო ნების ობიექტივაცია იცით რა შენიშნავს? გასაგანებას, საგანათქცევას. ხო? ობიექტი ეგ არის, ხო? და სუბიექტი. ჩვენ ვართ ობიექტი და ამავდროულად ჩვენი ობიექტი არის სუბიექტი. საგანი როგორც ასეთი ჩვენი სხეულია და აქ არის შემეცნებელი სუბიექტი მოთავსებული. სუბიექტი ქვემდებარია. ობიექტი ბერძნული სხვა ზემდებარია. ხო და აი ეს რომ მელაპარაკება ასე შოპენჰაუერი, ხვდებით, ხო ძალიან გამიტაცა შოპენჰაუერმა, მაგრამ იცი რა არის თუ ჩაგივარდოთ, ხო არ მინდა რომ მოიწამლოთ. აი, უცებ მართლა საწამლავი მწერალი არის, იცით როგორ მოგწამლავთ ეგა? სატანამ როგორ მოატყვა და მოწამლა ადამიანმა? მოატყვა. ხო, თან კიდე რაღაც სრუის შემოდის, იცი რომ ნახე ცხოვრება რა, პესიმიზმია ცხოვრება? უიმედობაა ცხოვრება? კი, ღმერთის გარეშე კი. და ამასთან ღმერთი არ ფიგურირებს. ღმერთი შოპენჰაუერისთვის არ არსებობს და ეს სოფლიონება ვინ გააჩინა? თავისთავად როგორ იყო? ამ კითხვაზე ის პასუხს ვერ ცემს. თან კიდე ამ ბოროტინების თანახმად თვითმკვლელობაც გამორიცხულია. თვითმკვლელობა მოიკლა თავი, ეს არის ნების დამტკიცება. შოპენჰაუერის თქმით, თავს ვინც იკლავს, ის ამტკიცებს ნებელობას სიცოცხლე უნდა. სიცოცხლე კი ტანჯვაა. ტანჯვიდან გაქცევა კი როგორ მოვახდინოთ? შემოყავს ინდური ფილოსოფია და რელიგია და კვიეტიზმი. აი ესეც რომ ჩააქრო ნება. როგორ უნდა ჩავაქროთ ნება? სურვილი. აი თქვენ შეგიძლიათ რომ რა სურვილებიც გაქვთ, იმაზე ვარი თქვათ? რანაირად? ჩვენ ადამიანები სურვილები გვაქვთ, ხო? სურვილი აუცილებელი ადამიანს. სურვილი არა გაქვს, შეიძლება ადამიანი არ ახარ. მუდარი ხარ. ამიტომ როგორ მოხდეს ახლა ჩემი სურვილების, აი მაგალითად მტანჯავს სურვილი დაუფლებისა, თქვათ, აი რომელიღაცა თქვათ რა თქვათ, აი თქვათ მანქანის, ხო? ეს სურვილი მტანჯავს. დაუფლების სურვილი. ვერ ვეუფლები ამას, არა მაქვს შესაძლებლობა. აი ახლა ეს სურვილი მე როგორ მოკლა? შოპენჰაუერს რომ მივაკითხოთ, აი როგორ მოკლეს სურვილი? მე აი მტანჯავს დაუკმაყოფილებელი სურვილი. რომ დავიკმაყოფილო, შოპენჰაუერი მეუბნება, მაინც დაიტანჯები. იმიტომ რომ დაიკმაყოფილებ ამას და განხილვას მეიღებ. იმიტომ რომ ყველანაირი დაუფლება წარმოშობს განხილვას. მაგრამ მართლაც ესეა. ეს ნამდვილია. ფსიქოლოგია ამას ვერ ეტყვირებს, ფსიქოლოგიურად ყალბია. იმიტომ რომ ეს რეალობას ეხება და სატანა ხო რეალურია. თუ რეალურია, ამის ნაწერებიც რეალურია. მაგრამ ნეგატიური გაგებით და არაფერი ჭუისასწავლებელი არ არის ჩემთვის. ამას პრაქტიკაში ვერ გამოვიყენებ, შემაშინებს. ამის მიდგომით ადამიანს ვეღარ დაველაპარაკებ, შემაშინებს. წარმოიდგინეთ, გავიზიარო ეს და თქვენში არის ბოროტინება. ბოროტინება როა, მაშინ გამოდის მეგობარი არ ახარ, ვერასოდეს ვერ იქნები ჩემი და მუდამ საჭიროების ქვეშ ვარ თქვენთან ურთიერთობაში, რომ რამე არ შემემთხვას. ამიტომ მე თქვენთან არ მინდა ურთიერთობა და ვარ მარტოსული. ამიტომ იყო შოპენჰაუერი სულ მარტო. არავის არ ეკარებოდა, დედამისაც კი. უცნაურია, ხო? აი ესეთი ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ არ არის უცნაური, როცა საფრთხო წერილი მეუბნება, ღმერთის მოწინააღმდეგე სულიერი არსება, მოწინააღმდეგე, სატანა, ქართულად მოწინააღმდეგე, რომ რეალობა არის. აი ეს აღწერა მან ფილოსოფიის კატეგორიას. და სამყაროს შექმნაც კი სულ ამას დაუქვემდებარა. ამ ეგრეთ წოდებულ სოფლიო ბოროტნებას და მისი გამოვლენა მთელი სამყარო და ბოროტინება იმეცნებს თავის თავს და მე აქ მიყენებს და მე რომ მიყენებს კავშირი როგორია ჩემსა და მას შორის. თუ ჩემში ბოროტინება არის ის პატარა მოცულობით, ეხლა როგორ მოკლა მე ეს? და აი აქ შემოაქვს სახსნა თვითონ ფილოსოფია ინდური. და გარკვეულად მაგი უფრო ევანგელისტი ინდური ფილოსოფიის იყო. და როგორ მოვახდინო ეს აი როგორ? ჩემი ნების გამოვლენა, აი მე რა მელოდება სიკვდილის მერე. ეს ბოროტინება არ კვდება. ეს ხო იდეალიზმი არის. ეს არ არის მატერია. მატერია იხსნება, მაგრამ ამ ჩემს სხეულში თუ ბოროტინება არის, ამ ბოროტინებას რა ქცევაში გადავაგდო? აი აქ გაეკვეხა შოპენჰაუერი ჩემ კითხვებზე, როცა ვკითხულობდი და ძალიან შემეცოდა ისე რა. დიდია ქრისტეს უპირატესობა და ბიბლიის.
როცა ბიბლიას წაიგითხავთ და გაგიჩნდებათ ზვალმრიში, ასეთი წიგნები კი აღარ დაგაბნებთ თქვენ. წაიგითხავთ, გაიანალიზებთ და გვერდზე გადადებთ და გარკვეულად დაგენანებათ, რომ ასეთი გენიოსი კაცი. აი ეს ამას რო წერ, აი ამაზე რა თმიდა სატანის არსებობა აგერ წერია ბიბლიაში მოკლედ. მაშინ დაჯდებოდა ღმერთი და მოგვიყვებოდა სატანაზე ყველაფერს. იგი თავის თავზე გველაპარაკება. რა თმიდა სატანა? უფრო ამან არ უნდა დაგაინტერესოს? აი ეს უნდა და ამან უნდა დაგაინტერესოს. ამ მხრივ პლატონი აი წარმართი ფილოსოფია, მაგრამ დააკვირდეთ წარმართი ფილოსოფოსი პლატონი სიკეთეზე ლაპარაკობს, დააკვირდეთ ზოგადი სიკეთე. ეს ბოროტნებაზე მელაპარაკება და თან აკრიტიკებს პლატონს შოპენჰაუერი, რო იცოდეთ. პლატონიდან იდეები აიღო, ხო, და მოახდინა მისი კანტისა და პლატონის გარკვეული რაღაცა გამოყენებაც, რო იცოდეთ. ფილოსოფიის ისტორიაში უკვე როცა გაეცნობით, ამას მიხვდებით ამან რა გააკეთა. ისე ცოტა გაუგებარი დარჩება ეს და კაცი მთელი ცხოვრება ამით დაკავდეს გონებით. საცოდაობა არ არის. რა არის მე ამის დედავატირე? გონება მოგცა ღმერთმა. ასეთი ნიჭი გაქვს. ხო, კლასიკურ ენებს ფლობდა ლათინური, ბერძნული, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურს. 7 ენა იცოდა. იცი როგორ სრულყოფილად. ეს არ არის ნიჭი? და რამდენი წიგნი ქონდა წაკითხული? ხო, ბატონო გივეს ჩემი წიგნების წაკითხვა უკურს და მეკითხე შოპენჰაუერის მიგვის. იმასთან შედარებით მე არაფერი არ მაქვს წაკითხული, თუ გავითვალისწინებთ, რომ მე უფრო მეტია საუკუნეში ქვეყანა წიგნები. ვის რა ეშმაკათ უნდა ისახო? ამით კი არ უნდა ვიტრაბახოთ ჩვენ. რას ემსახურება შენი წიგნების წაკითხვა და გონება ვის ამსახურშია? და ძალიან მაგარი შეგეცოდება. ნეტა გარდაცვალების დროს 72 წლისა გარდაიცვალა ეს შოპენჰაუერი. გაცივდა და მაგით გარდაიცვალა და ნეტა მიიღო ღმერთი ამან. ამას ღმერთზე იცი როგორი ცინიკური დამოკიდებულება ქონდა ქრისტეზე. იმიტომ რომ გაცნობილი ვარ ამის 7-ვე ტომს. ხო და აი ქრისტესთან რომ მივიდა, როგორც დებილი ისე წარმოაჩინა ღმერთმა რა. აი ქვაზე არ დაუტო. აი ქრისტეზე სიტყვა დავსე მორჩა. ამის სიბრძნე წყალში გადაიყარა. ამიტომ ვამოწმებ ხოლმე მე ადამიანის გონებას ვამოწმ ქრისტესთან. აბა ამ ადამიანის ქრისტეზე რა ქნა თქვა და ამოქეკავ. თქვათ მარქსი იქნება, ფოიერბახი იქნება, ნიცშე იქნება, შოპენჰაუერი. აი რა აქვს ქრისტეზე? ნუ აქეთ იქით და წარმართები არა. აქეთ პირველი საუკუნის მერე. ყველა ფილოსოფოს ბეკონი იქნება რა. აბა ქრისტეზე რა სიძახის? როგორც კი ვნახავი ქრისტეზე გვერდზე გადავდები, დაპალტონე ხარ რა. იგივე ჯონ ლოკიც კი. ჯონ ლოკი ქრისტეზე რა სიძახს? ბერტრან რასელზე ძლიერი მე-20 საუკუნეში ვინმე იყო? ეს ლოგიკური პოზიტივიზმის, მათემატიკური იმის წარმოება, ძალიან ძლიერი ფილოსოფიის ისტორიის ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ხო, ნობელის პრემია ლიტერატურაში 4 ფილოსოფოს მისცეს სხვათა შორის, სარტრი, კამიუ, ეს არის კიდე ბერგსონი, ფრანკი ანრი ბერგსონი და ბერტრან რასელი. უცნაურია, ხო? ესეთი ლიტერატურული იმით მოგვაწოდეს თავიანთი ნამუშევრები. აქედან 3 ფრანგია, კამიუ, სარტრი, ბერგსონი. და ეს ბრიტანელი ბერტრან რასელი, რომელსაც დასავლეთის ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელიც დადო. და ქართულ ენაზე არის ნათარგმნი. ხო, ბოლოს არ იყო და ეხლა დაუთარგმნიათ. ეს იცით რა მაგარი კაცი იყო, მაგრამ ქრისტეზე რა სისულელებს ლაპარაკობს. და წიგნიც აქ გითხარით, რატომ არა ვარ მე ქრისტიანიო და არგუმენტები იცი რა მოყავს. აი ღორებს რას ერჩოდაო და ამდენი ღორი მოკლავო. აი ამიტომ არა ვარ ქრისტიანიო. მერე გამოიარა ლევ შეხედა აი მაშა გახმი ناقოფი არა გქონდა. აი რატო არა ვარ ქრისტიანიო. და რა პრიმიტიულად, ნახეთ რა პრიმიტიულად შეხედა. ყველა გაოცდი გიგანტი კაცი ასეთ საკითხებზე როგორ ბავშვით ლაპარაკობს. და არა ვარ ქრისტიანი, იმიტომ რა არის ეს? ხვდებით? არ დაგავიწყოთ ბერტრან რასელი არის. ეს არის ხო? აი ლოგიკოსი ძალიან ძლიერი და რადიო დებატებში როცა დაჯდა ფრედერიკ კოპსტონთან გააშაყირა იმან რა. ასეთი გიგანტი ისეთი კითხვები დასვა ვერ პასუხობდა. უპასუხობდა სისულელეებს. და ეს დიალოგიც ჩაწერილი არის და ჩვენამდე შემონახული არის. რომ გავეცანი, საერთოდ კოპსტონი ძალიან კაი პიროვნება და კოპსტონის ფილოსოფიის ისტორიის 14 თუ 13 ტომია, ხო, ძალიან მაგარი. აი ეს უფრო კაი წესაკითხები, ვიდრე ბერტრან რასელის დასავლეთ ევროპის ფილოსოფიის ისტორია, რომელიც ქართულადაც ითარგმნა. არ ჯობდა კოპსტონის ეთარგმნოთ ქართულებს. ხო. რა ვიცი, თქვენთვის საინტერესოა, ახლა ისე არ გამოვიდეს ეგოისტურად ლაპარაკობდეთ. თქვენთვის საინტერესოა ეს ლაპარაკობ.
თუ საგანი თქვენთვის უცნობია, იცით რა არის? ეს იქნება უბრალოდ აი მე შევდივარ ეშხებში საუბრის პროცესში და აი იქნება მსმენელი რომ ამ სფეროში არის და უკვე ისმენს და რაღაცას უკვე გეხმარება კიდევაც თქვათ, აი გარკვეულად დებატებზეც მოდის რაღაცა და გავსებს უფრო საინტერესო გახდი ძალიან საინტერესოა ბატონო რეზო, ძალიან. ნუ ახლა მესმის კი ეს თქვენი იმიდან. ხო გავერთე, ძალიან გავერთე, მე და არ მინდა თავ შევიკავე, ფარშე გაწყენთ რა. რატო ფერიქით ბატონო რეზო? რატო გამახსენდა ეს იცით? ჩემი მეუღლე ქალბატონი მარიკა კითხულობს სამყაროს ვითარცა ნება და წარმოდგენას მეორე ტომს. და ძალიან ძნელი ტექსტი რო იყო, მეუბნება და აი ეხლა გადახვალ ისეთ ნაწილებზე, რომ ცოტა იქ უფრო ცოტა ამოისუნთქებთ მეთქი რომ ესთეტიკაზე და ეთიკაზე რო იქნება, ხო რა გავიხსენე, რატო გამახსენდა ეს? მორალზე ლაპარაკი. აი აქედან დაიწყო ჩვენი საუბარი და უცებ გადავედი მერე მარიკა და მერე ეს შოპენჰაუერი. მორალი. საქართველოშიც ყველა ეთიკოსი ყოფილა საქართველოში რომ უკვე იციან რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ერი ხა და როგორ გახმაურდა ბიბლიური ჭეშმარიტება, სატანა რო ეუბნება, იქნებით როგორც ღმერთი, სიკეთესა და ბოროტების შემეცნებელია. ხო და მე სწორად ვიყენებთ ამას, იცით რა არის სიკეთე? საიდან იცით? მორალზე ყველა ლაპარაკობს და არა და ყველაზე რთული საკითხია. მორალი ხო ყოველთვის მორალის საფუძველში სოფლმხედველობა არის. და მაგიტომ ვთქვი, აი შოპენჰაუერის მორალს გაიგებს, ეთიკას ის, ვინც მის ონტოლოგიას გაიგებს. და წიგნს რო გადაშლით, ეთიკაზე ლაპარაკი, იცით როდის არის? ბოლოში. თავიდან არის ყოფიერებაზე, გნოსეოლოგიაც არ არის. არის ონტოლოგია. მეორე წიგნი არის გნოსეოლოგია. მესამე წიგნი არის ესთეტიკა. მეოთხე წიგნი არის ეთიკა და ამით თავდება მთელი ეს წიგნი. სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა. სამყარო ეს არის ჩემი ნება და ჩემი წარმოდგენა. იძახის შოპენჰაუერი. და რა კარგი გონება ქონდა ისე რა. და ახლა კი მე ღმერთს მადლობა რომ ასეთ წიგნებს მაგებინებს ეგა და კარგად მიუჩენ თავის ადგილს რომ არ მომწამლოს და არ ავყვე ამაზე, არ დავიწყო ამის გამეორებები და არ იქა ის წავიკითხო და მიგოხდა პურწავოთ, ხო? ისე კი თუ ღმერთს არ იცნობს ადამიანი ეს წიგნი მოწამლოს. როგორ წამლავს სატანა რა? სატანა რო დამარცხებულია? ასე რომ სურვილების გაქრობა გამორიცხულია. სურვილები ღმერთმა მოგცა, უბრალოდ ღმერთთან მიმული სურვილების რეალიზაცია სიამოვნებას გვანიჭებს. როცა ღმერთთან ვართ ჩვენ და ჩემი სურვილების ავტორი ის არის, ჩემი გონების ავტორი ის არის. რატომ არის ცოტი მაგალითად დავიკმაყოფილე ის სურვილი, რომელიც ღმერთმა მომცა? პირიქით ეს კარგია. როცა ღმერთს მოვშორდებით, სურვილების მთელი იწყება მოდის სატანიდან. და სატანიდან სურვილები რო კმაყოფილდება, საზღვარი ამას არ აქვს და სულ ვიტანჯები. აი ეს თარგმნა ფილოსოფიის ენაზე შოპენჰაუერმა. ასე რომ თავისებური გაგებით შოპენჰაუერი თეოლოგია. იგი ღმერთზე გველაპარაკება, მაგრამ ის ღმერთი არის ბოროტი ნება. გამიგე და ეგეც მორწმუნე არის. ესე ამახინჯებს სატანა ადამიანების გონებას. თუ ვერ იმეცნებთ ბიბლიიდან სატანას, შოპენჰაუერიდან კარგად გაიგებთ სატანა რა არის. არაფერი ტყუილი არ უწერია ისე რა. ეს არის კაცი ძალიან რეალისტი. აი ვოლუნტარიზმი რო იტყვენ, ეს არის არა, ვოლუნტარიზმი. მაშინ დავამატოთ სატანის ნება. ეს დავამატოთ და ყველაფერი ნათელი იქნება. ხო ხართ მორწმუნე? ნება სატანას არა აქვს? ეს არის ქვარი? ხო, სატანის ნებით, ქრისტეს ნებით, ხო იძახით? ღვთის ნება იყოს. არავინ არ იძახის სატანის ნება იყოს. სატანა კი არის. რომ არის ბიბლიაში 4-ჯერ არის როგორც პიროვნება. პირველად ედენის ბაღში გამოჩნდება. მერე აგერ ახალ აღთქმაში იესო ელაპარაკება აგერ მათესთან და იგივე მეოთხე თავი ლუკასთან. ხო? ხო არის სატანა. არის ეს სულიერი არსება, ძალიან ძლიერი. იობთან აგერ ეს 1, 2, 3, 4-ჯერ სულ ცოტა, ხო? 2-ჯერ ახალ აღთქმაში როგორც პიროვნება წარმოგიჩნდება და მიგვითითებს მაგას იესოც გვეუბნება, დავინახე გადმოგდებული სატანა. და არის ძველ აღთქმაში ეზეკიელთან და ისაიასთან. მე-14 თავი ისაიასთან, ხო? ბევრჯერ გავიხსენეთ ეგ. რეალური პიროვნება. ამიტომ მე ვარ ამ დღეში. და რა დაამარცხა მან და ვინ დაამარცხა? ჩვენ ადამიანური ძალებით როგორ შემიძლია, თქვა, ჩემი ცოდვა, ბოროტინებას სინონიმად ვიხმაროთ. ახლა ცოდვა. მე შემიძლია ახლა ჩემი ცოდვილი ბუნება მევე დავძრგუნო? არა. ამიტომ ჩემი ცოდვილი ბუნება ქრისტემ გამოისყიდა. აი ჯვარცმის თელი მისტერია. და აი რატო გვიხარია ქრისტემ რო იზეიმა ჯვარზე ცოდვილი ბუნების დამარცხება და მე აღდგომა და აღდგენილი ქრისტეში ყველა მორწმუნე აღდგება.
ესე იგი აღდგომა მაგარი რამეა და აბსოლუტურად ეს ტანჯვა, რომელიც აწუხებდა შოპენჰაუერს, გაამართლა. საერთოდ ეს ფილოსოფია, შოპენჰაუერის ფილოსოფია სატანის გამართლებაა. რაჯანაბაც მინდა ეკა. აღწერა და გამოსავალი ვერ მოწებნა. ვერც მოწებნეთ. ესე სურათს რო დახედოთ, რაც უცნაური ლამაზი ბიჭი იყო და სიბერეთის უმგებსო სატანას დაემსგავსე რა. წარმატებასაც როცა მივახცევთ ხოლმე, რაღაც წარმატებას იცი თითქოს აი იმავე წელს რაღაცნაირად როგორ არის თუ мотиваცია კიდე არ იქნა რაღაც აი კლიანად გავიხიბლებით რა მთელი ასეთ მაგალითები უფრო ადვილია თქვენთვის მაგალითად საქართველოში არის პიროვნება ცუდად ოცნებობს ამერიკაში წასვლას ოცნებობს როგორც იქნა რაღაცა მოყიდა რაღაცები აიღო ფული გააკეთა ეს რაღაცა და წამოვიდა ამერიკაში ხოხვით გადმოვიდა ამათონო ამერიკაში არის რაზედაც ოცნებობდა აი მიღწეულმა მიზანმა გამოაშკარავა არარაობა მისთვის ეს და ძალიან ცუდად გახდა. ახლა რა სიტყვის? მან ოცნებობდა რომ ჩაიღწია ამერიკაში და როგორც კი მიაღწია ამას ამ მიღწეულმა ამ საქმემ გამოაშკარავა არარაობა. ესე რომ თარგმნოთ შოპენჰაუერის აზრს, ეს იმის პერიფრაზირება გავაკეთე. მიღწეული მისწრაფებები გამოაშკარავებენ მის არარაობას. ძალიან მერს ეს ემართება. და აღწერა, რომელიც აი ამ მოვლენების აღწერა არის ამ წიგნში, მეც მაინტერესებს რა მეშველება. მე რას ვთავაზობ, მაგალითად, სიკვდილის მერე რა არის? შიგადაშიგ მე ასწორებდა ესა და ეს შოპენჰაუერი და მე დამატებების სახით მეორე ტომიც გამოსცა 20 წლის მერე. და პირველი ტომის განმარტებებად აქცია მეორე ტომი. ქართველებს ორივე უთარგმნიათ სხვათა შორის. ერთი ვიქტორ ცხილაძემ თარგმნა, რომელიც გარდაიცვალა და მეორე ტომი ქალბატონმა თარგმნა. ხო, თარგმანი კი რა ვიცი, თუ შოპენჰაუერს ვერ გაიგებ, ვერ თარგმნი რა. ვერ თარგმნი. იდეასთან თუ ახლოს არ ახარ, ვერ გაიგებ. და ალბათ ეს ართულებს მე ქართულში რო გადამოდეს ეს რა არის. ხო, ეს რა გესმოდეს რაზია ლაპარაკი. იქა და მეც ქართული, აი მე მით დავალაგოთ ეგა და პირდაპირ თარგმანებს კიდე რა მოაქვს არ ვიცი. საერთოდ შოპენჰაუერი ამ ქალბატონმა იცოდა რო თარგმნა, რაზე წერს ეგ? ვინ არის ეს ტიპი? ისე სხვათა შორის ქრისტიანმა უნდა თარგმნოს ესეთი წიგნები, მით უმეტეს ხო? და უფრო კარგად იქნება გერმანულიდან ქართულზე ეკვივალენტებს მოვძებნით, თუ ვერ მოვძებნეთ ქართული სიტყვა კომენტარებს დაურთმევთ და თან ისეც უნდა მივანიშნოთ, რატო თარგმნით ქართული სივრცეში ამას, რისი მომცემია. ეხლა ამისი თქვათ დადებითი რა არის? დადებითი რა არის? მაშინ სისულელია დავწვათ არა, ვინაიდან არის? აი ყურე რა ვის დაუპირისპირდა გეტყვით ახლა ეს თავის ნაშრომით. მე-19 საუკუნეა. ხო, მე-19 საუკუნეარი 1860 წელს გარდაიცვალა. 1788-ში დაბადებული. და 60-ში გარდაიცვალა. რატო უსმევ ხას 60 წლებს? ამ დროს მოღვაწეობს ჰეგელი. ძალიან აღტკინებულია კაცობრიობა იმ აღმოჩენებით ჰეგელის იდეალიზმი რო არის ობიექტური და მისი ლოგიკა. ხო, მისი ბიბლიური სამება ლოგიკის სფეროში, თეზა, ანტითეზა, სინთეზი. და ამ ფილოსოფიით, ამ ობიექტური იდეალიზმით ჰეგელი ამართლებს მოქმედ პოლიტიკას და მოქმედ მთავრობას და საერთოდ მისი დიალექტიკა საფუძვლად დაედო მარქსიზმს და ამოატრიალეს და მე მივიღეთ უბედურება საბჭოთა კავშირის გაგებით აზროვნების უბედურებას ვიძახი. აზროვნება, რომელიც ახლა მოყვება როგორც ყოფილ საბჭოთა ადამიანებს და ეს აზროვნება ვერ მივატოვეთ რატომღაც. და ეს ქრისტე რაში გეხმარებათ მე არ ვიცი, ისე მაინც კომუნისტურად აზროვნებს ყველა. ხო და ამის დადებითი ის იყო, რომ დაუპირისპირდა ეს მატერიალიზმს. მატერიალიზმის აბსოლუტიზმს დაუპირისპირდა ნება. და ეს არის მისი გარკვეული დადებითი მომენტი ფილოსოფიის ისტორიაში. როცა ერთი აზრი გაბატონდება, ის ძალიან ცუდი არის. ჰეგელი გაბატონდა, ეს მართალია ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე ეს მოდურ ფილოსოფოსად იქცა. და ეგრეთ წოდებული ყურადღება გაამახვილა ყველა, მაგალითად ფროიდმა. ხედავ და ფროიდმა გვიან რო წაიკითხე, რა თქვა იცი? ეს რო ადრე წამეკითხა შოპენჰაუერი, ამებს ხوار დავწერდი ამდენი ვიწვალეო. მაგრამ ამას ჩემს ადრე დაუწერია, ეს რა არის? არაცნობიერი, მისი შოპენჰაუერის ტერმინებია შეცვლილი იმის ფროიდთან. არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ცნობიერი, აი თლიანად ეს არის ბოროტინების დაქუცმაცება სამი ნაწილად ფროიდთან. იმიტომ რომ ფროიდთან ადამიანი ბიოლოგია
ბიოლოგიური არსება, როგორც შოპენჰაუერთან. და ცხოველებისგან ესენი არ ასხოვებენ ადამიანს გარდა იმისა, რომ მეტყველები არიან. და საფუძვლად ნახეთ, გინდა არ გინდა დარვინის თეორია. ხო? და დარვინზე ამას სწორი წარმოდგენა ჰქონდა, ერთსაც და მეორესაც რო იცოდეთ. ერთიც და მეორეც ანტიქრისტიანები არიან. ქრისტეს არ იღებენ როგორც ღმერთს. და ორივე ტრაგიკული პიროვნება იყო თუ დამეჯერება. განსაკუთრებით ფროიდი. ხო, არა გავიწყებთ, რომ მაგა გაგრძელება ჰპოვა შოპენჰაუერმა ნიცშეში და თანამედროვე აზროვნება, მსოფლიოს აზროვნება 200 წელიწადია მიემართება ამ 4 მოაზროვნით, როგორც გითხარით. დარვინი, მარქსი, ფროიდი და ნიცშე. ნიცშე, შოპენჰაუერი გადამუშავებული ნიცშე არის და წინ წასული ძალაუფლების ნება. აი ეს 4 მოაზროვნე არის დღესაც რომ ყარდა ვერან ვერ დაანგრია ჯერ 200 წელიწადი ესენი არიან დომინანტები. მანამდე პლატონი იყო და პლატონური იდეა და არისტოტელე მოდიოდა, ხო? მე-19 საუკუნეში ეს გაბატონდა და ყველა უმაღლეს სასწავლებლებში ყველგან, ყველაფერში ესენი არიან დომინანტები და ამის გამოვლენება სხვა დისციპლინები რო იცოდეთ. როგორ ხდება ეს ავტომატურად, იმიტომ რომ ესენი 4-ვე ებრძვის კრეაციონიზმს. დარვინიც, მარქსიც, ფროიდიც, ნიცშე. ეს 4-ვე არის სატანის სამსახურში. არ აღიარებენ ღმერთს, შესაბამისად სატანაც მათთვის არ არსებობს და ეს უნდა სატანას არ ვარსებობ და მოქმედებს შენით. ამის სწავლა საჭირო და არა ის ახლა რომ ეს აი ეცით რა მაგარი წიგნი, მაგარი წიგნი ხა წიგნს რა აზრი აქვს თუ არ გაიაზრებ იმას შეიძლება საწამლავი იყოს. ხო, რა, ყველა საჭმელი კარგია, მისაღება, საჭმელი მარგად გათვალისწინებული იყოს ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა წამალი კარგია? წამალი კარგია გარკვეული ავადმყოფობისათვის. თუ რაღაცა დაავადება გაქვს და მისი შესატყვისით წამალი არ მიიღე, ის თავისთავად კაი წამალია, მაგრამ შენ არ გიხდება. და ჯანმრთელმა რო დალიოს ის წამალი, მოგიხდება? ჯანმრთელზე ის წამალი იქნება საწამლავი. არ იქნება განკურნებისთვის, იქცევა საწამლო და მოგწამლოს. ხორთული საკითხი არის მორალი, აი ანტიკური სამყაროდან, აი მაგალითად სოკრატე რო ლაპარაკობს, სულ მორალზე ლაპარაკობს. საფუძველი მორალიც რა არის პლატონის შემოქმედებაში? ზოგადი სიკეთეა, იქითა სამყაროდან ვართ ჩვენ რაღაცა ჩამოვარდნილები და ეს ჩვენი სხეული არის ციხე, სიბნელე. და სული გამომწყებული ზოგადი სიკეთისგან მილთვის და ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ზოგადი სიკეთეს დაუბრუნდეთ. ეს არის პლატონი ძალიან აი ერთი ფორმულირებით რომ მითხრათ, მოყევით რა არის პლატონი. ეს არის თელი მისი ფილოსოფია. აი ორად სამყარო ემპირიული და მეტაფიზიკური. იქით არის ზოგადი სიკეთე და ეს იდეების სამყარო არის. და ყველაფერი ეს იდეები არის რა, გამოვლენა იმ ზოგადი სიკეთე იდეისა და ადამიანი კი ამ იდეის ძლიერი გამოვლენაა უბრალოდ სხეული მისთვის ბოროტება და პლატონთან სხეული ბოროტება. ბიბლიაში სხეული ბოროტებად არ ცხადდება. როგორ ბოროტება შექმნა ღმერთმა და ამ ბოროტებაში სული ჩამოათავსა. ხედავთ, პლატონი წარმართი ფილოსოფოსია და ღმერთს იგი არ იცნობს. არა და ესეც მოგწამლავს კაცს. ბევრი მოწამლა საქართველოში რო იცოდეთ რა, რო წაიგით, აი მაგალითად ის ანაქირია საწყალი რა. ეს შათირიშვილი მაგალითად. რო გითხო შათირიშვილის ფილოსოფოსია რა. ფილოსოფოსობით ვერან ვერ გადარჩება, გადარჩებათ ქრისტეს მიღებით. ყველა გადარჩება ქრისტეს მიღებით.